იტალიელი ფერმერები და ყველის მწარმოებლები შეშფოთებული არიან, რადგან გაზრდილმა ტარიფებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნეს იტალიური რძის პროდუქტების ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იტალიის ფერმერთა კონფედერაციის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ტრადიციული პეკორინო რომანოს ცხვრის ყველის წარმოების 50%-ზე მეტი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. Il 51% del pecorino prodotto in Italia. იტალიაში წარმოებული ყველი პეკორინოს 51% ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის. მის წარმოებაში ჩართულია 8500 ბიზნესი, 8000 სარდინიაში, 500 კი ჩვენს რეგიონში, ლაციოში. სარდინიაში წარმოებული პეკორინოს 95% ექსპორტზე გადის, ლაციოს რეგიონებიდან კი 5%. პეკორინოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტის ეკონომიკური ბრუნვა 160 მილიონ ევროს შეადგენს. ჩვენი შეშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ თუ ტარიფები 25%-ს მიაღწევს, ექსპორტი შეიძლება შემცირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაახლოებით 35-40 მილიონ ევროს დავკარგავთ. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა ტარიფები გავრცელდება ყველ პეკორინოზე. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტარიფი შეიძლება 25%-ზე ნაკლები იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თებერვალში წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების გაზრდას იმპორტზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური დაპირისპირება მოკავშირეებთან და კონკურენტებთან. პეკორინო რომანო არის ტრადიციული ცხვრის რძის ყველი, რომელიც მზადდება მარილითა და რენინით, 12 თვიანი დავარგების შემდეგ. მისი სახელი და რეცეპტი დაცულია ევროკავშირის კანონებით. იგი ძირითადად მაკარონზე მოსაყრელად გამოიყენება. ამ მომენტში დიდად არ გვეშინია, რადგან ამ პროდუქტს ძირითადად მაღალი კლასის წარმომადგენლები ყიდულობენ, რომელთათვისაც არ უნდა იყოს პრობლემა, რომ მეტი თანხა გადაიხადონ. მეორე მხრივ, დაახლოებით 1 წლის წინ, დღევანდელთან შედარებით, საბითუმო ფასები 20%-ზე მეტი იყო პროდუქტის დეფიციტის გამო. ასე რომ, ბოლო წლის განმავლობაში წარმოების დონეზე ფასი დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. ამჟამად, ჩემი აზრით, თუნდაც ტარიფები 20-25%-ით გაიზარდოს, ჩვენ ვერ მივაღწევთ 1 წლის წინანდელ ფასს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებს გავყიდით. ფერმერები ღელავენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც სარდინიაში მუშაობს, სადაც პეკორინო იწარმოება. ტრამპის რესპუბლიკური ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ახალი ტარიფები გაათანაბრებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და უცხოური მწარმოებლების კონკურენციის შესაძლებლობას. თუმცა არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ამ ახალ გადასახადებს სავარაუდოდ გადაიხდიან ამერიკელი მომხმარებლები და ბიზნესის წარმომადგენლები. Negotiate with the exporters to divide the cost. So some of the costs will be absorbed. დისტრიბუტორები აუცილებლად გამართავენ მოლაპარაკებებს ექსპორტიორებთან ხარჯების გასაყოფად, ასე რომ ხარჯების ნაწილს გაიღებს ექსპორტიორი, გაზრდილი გადასახადის განაკვეთების ნაწილს დისტრიბუტორი. საბოლოოდ ამან შესაძლოა 5%-იანი ზრდა გამოიწვიოს ამერიკაში იმპორტისთვის, ხოლო საცალო ფასის დონეზე 1-2%-ით გაიზარდოს. Increase at the retail price level. ტარიფებს განიხილავენ მომდევნო კვირების განმავლობაში, რამაც შეიძლება შექმნას სივრცე ახალი ტარიფებით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, ან შესაძლოა გაახანგრძლიwos კიდეც პროცესი.